22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ, რა მნიშვნელოვანია ჯანსაღი პლანეტა და მისი დაცვა თითოეული ადამიანისთვის. ამ თარიღს საქართველოც უერთდება. დარგე ხე მარტივად დედამიწის დღესთან დაკავშირებით ელექტროავტომობილების დასამუხტი სადგურების კომპანია მარტივმა ახალი ინიციატივა წამოიწყო. თბილისის ზღვაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სპორტსმენებთან ერთად 100-მდე ხე დარგეს. აქცია ეკოლოგიის გაუმჯობესებას და მსგავსი ინიციატივების ახალისებას ემსახურება. ღონისძიებაში 20-მდე წყალბურთელი და მოხალისე მონაწილეობდა. დღევანდელ ღონისძიებას შემოუერთდნენ სპორტსმენები, სპორტ მენეჯმენტი, ეს არის წყალბურთის თბილისის გუნდი. მათ გარდა აქციაში ჩაერთო ძალიან ბევრი მოხალისე. ჩვენი მხრიდან მსგავსი ტიპის ეკოინიციატივები იქნება მომავალშიც გაჟღერებული, ეს არ არის ერთჯერადი აქცია. ჩვენ დღევანდელ ეკოლოგიურ პრობლემებზე ზრუნვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ინიციატივები ხარდაჭერილი იქნას და პირიქით მათი მხრიდანაც იქნეს ინიცირებული. გულისხმობ იმ კომპანიებს, რომლებიც თუდაც ამ სექტორში საქმიანობენ და ყველა ის ღონისძიება, რომელიც ელექტრონული ავტომობილის პოპულარიზაციას და ზოგადად გარემოზე ზრუნვას შეუწყობს ხელს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ნებისმიერ მსგავს წამოწყებას მივესალმებით და მივიღებთ აუცილებლად მონაწილეობას. დღეს ჩვენი მხრიდან 14 მოთამაშე, 2 მწვრთნელი და ადმინისტრაციის რამოდენიმე თანამშრომელი ვიყავით. ყველამ დიდი სიამოვნებით მიიღო ამ ღონისძიებაში მონაწილეობა. ზოგადად ვფიქრობ, რომ მარტო სპორტსმენებისთვის არა, ნებისმიერი მოქალაქისთვის საჭირო არის ესეთი რაღაც ჟანგბადი პირველ რიგში ეკოლოგია, ლამაზია, როგორც მინიმუმ ტყეები და ბევრი უნდა იყოს ესეთი ტყე და ესეთი პარკივით ჩემი აზრით ქალაქში.